მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოვიდა კვირა დღე, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ პროგნოზი, რა გველოდება ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში. როგორც ყოველთვის, ჩვენ გვაქვს სამი სფერო, ანუ ეს არის საქმიანობა, ასე დავარქვათ, სწავლა ვის რა. შემდეგი გვაქვს ჩვენ ფინანსები და ურთიერთობა, მაგრამ მანამდე ხა სიგნიფიკაციას ვაკეთებთ ყოველთვის, ხო? პირველ რიგში ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ, რომ იცოდეთ რა ხდება. Ну, თქვენთვის არის თუ არა, მე მომდევნო კვირის ენერგიები და მე უკვე სულ ყველაფერი ერთად განვიხილოთ. ვისაც უყვარს ეს გაშლები, ნახოთ აბა მარტის პირველი კვირა რას მოგვიტანს, ხო? ჯერ პირველ რიგში ვისთვის არის ეს გაშლა, ვნახოთ, გითხოთ. ტაროს ვისთვის არის დღეს გაშლა, რა ხდება თქვენთან. შემდეგი ნახოთ, ვისაც ეძინება ჩემს ხმაზე, ეს არის თერაპია, ძალიან მაგარი, ამიტომ ლაიკები შეგიძლიათ დაწეროთ ეგრევე და მე დაიძინეთ. რომ მეუბნებით ხოლმე მეძინება, მე ლაიკი დაწეროთ დაიძინეთ და იმკურნალებთ რა. გაიღვიძებთ ძალიან კაი ხასიათზე. მომდევნო კვირის ენერგია გვაჩვენეთ ჩვენ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. Так, შემდეგი ჩვენ უნდა გავეგოთ ჩვენი საქმიანობა და ხო კარგად მიდის ეს ყველაფერი კი. ანუ საქმე, სწავლა, რა გელოდებათ, ხო? რა ვნახოთ, რას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, ხო? რა გაფრთხილებას გვაძლევს ჩვენ ტარო. ფინანსები ყველა ვარიანტშიც გვაინტერესებს, ხო? როგორ იქნება რანაირად რას მივაქციოთ ყურადღება. ტარო არის გაფრთხილება. გვაფრთხილებს, ხო? გვაძლევს სირჩევებს, რას უნდა მივაქციოთ უფრო ყურადღება, სად მიდიხარ? კარგით, აბა ვნახოთ. ფინანსური მდგომარეობა და ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ურთიერთობა რა იქნება, რას უნდა ელოდეთ, თუ დამჭირდება, შეიძლება მან არაც გამოვიყენო. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება აქ. აი, შენ აქ ყავით და ისო დავიწყოთ ახლა ჩვენ. რას საინტერესო არის ენერგიები, ოკეი. Ну, აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანი, აი საერთოდ ცხრიანი ძალიან მიყვარს თასების, რატო? იმიტომ რომ აქ ადამიანი უფიქრდება პირველ რიგში იმას, აი თავის მდგომარეობაზე, ნახეთ, უკვე მიხვდა აქ ადამიანი, რომ მე თუ კარგად ვიქნები, ყველა იქნება კარგად. აი ეს არის ამისი უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა, რო იტყვიან რა. იმიტომ რომ აქ თქვენში შეიძლება რაღაც ესეთი პროცესები მიდის, ნახეთ, ანუ კი, ამას კი თქვენ უფიქრდებით, რომ თქვათ, კი ბატონო, მე თუ კარგად ვიქნები, მე ყველა პატივსაც მცემს, ხო, ყველა მოვა თქვათ, ეხლა დამაფასებს უფრო, მაგრამ ჯერ შინაგანი ბრძოლა რაღაცა მიდის თქვენში. ეს არის ერთგვარი გაღვიძებაც თქვენ, იმიტომ რომ თქვენ აქ შეიძლება მიჩვეული ხართ, რომ თქვენ უკეთებთ სულ ვიღაცებს, სულ ფიქრობთ რითი ვასიამოვნო, რითი თქვათ, ეხლა რა გავაკეთო ისეთი, რომ ყველა იყოს კარგი რა და აი ეხლა რაღაც ისეთი პერიოდი არის, რომ თქვენ ეხლა ისეთ ენერგიებში შედიხართ, რომ შენზეც იფიქრე, ხო შეიძლება რა და მაგრამ აი აქ უკვე ისეთ სტადიაზე ხართ, რომ ამას უფიქრდებით და ხვდებით უკვე, რომ კი ბატონო, ჯერ მე თუ კარგად ვიქნები, მე თუ ჩემ თავზე ვიფიქრებ, მაშინ ყველა ნამდვილად ვერ იქნება კარგად. ეს არის ჯამრთელი ეგოიზმი, რასაც მე ვუძახ ხოლმე, ჯამრთელი ეგოიზმი, იმიტომ რომ თუ შენ თავზე არ იფიქრებ, არავინ არ იფიქრებს. აი ასე, კარგით. შემდეგი, რა იქნება? რას მივაქციოთ ყურადღება?
Так, ჩემო ლამაზებო, აქ ცოტა ისეთი სიტუაციას გვეუბნებიან, შეიძლება იყოს თაგვამეცეს გასდა. ვლახოთ მე აქ ურთიერთობაში რა იქნება, რას გვაჩვენებენ ჩვენ, მაგრამ ცოტას რაღაცას ამბობენ რას, რომ ვიღაცას ექნება, ანუ თუ დაუშვოთ თქვენ, მოდით ასე დავიწყოთ. გაქვთ ურთიერთობა, სადაც თქვენ ძალიან დიდ განცდებში ხართ. ძალიან სანერვიულო სიტუაცია არის. აქ იქნება დაკარგვა ადამიანის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მართლა თქვენ ძალიან აი უკვე ფიქრობთ გამოსვლას რა და ფიქრობთ, რომ აღარ მინდა, ან რაღაცა უნდა მოვიფიქრო, როგორ სხვანაირად წავა. ან კიდე ნახეთ, შეიძლება თქვენს პარტნიორს თქვენ დაინახავთ სხვა თვალით. აბა როგორი რატო არის აგანცდა? შეიძლება თქვენ ელოდებით ადამიანისგან, ნახეთ, ეს იგი რა მაინტერესებს იცით, ერთი წუთია ესეთი როცა მოდის ენერგიები რა. იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ რაღაცა შეიძლება იყოს даже პირიკეთ, იცით? თქვენ დაუშვოთ ფიქრობდით, რომ ნუ ნახეთ, საჯარო გაშლა, რასაც მე ვამბობ ნაკადიდან, თქვენ აიღეთ მხოლოდ თქვენი ინფორმაცია. როგორც ერთმა მომწერა ბავშვმა TikTok-ზე 15 წლის ავარ და რატო ამბობთ სულ ორსულობა და გამეცინა, მეთქი რაღაც უყურებ ახლა. შენი არ არის ეს გაშლა, არ არის ხა გასაგები, ხა სიგნიფიკაციიდან. საჯარო გაშლა ის ხო არ არის პირადი გაშლა, ხო? ცოტა იაზროვნო. ხო და აქ ნახეთ, ახლა მე ვამბობ ყველა ინფორმაციას, თქვენი დაიჭირეთ. ანუ ნახეთ. აქ როცა ადამიანი ირჩევს თავის თავს, კი მიდის ეს რაღაც, აი თითქოს გაგაღვიძებს, გაიგეთ, რომ მე აღარ მინდა მარტო თქვა სხვებისთვის ვიყო, ჩემთვისაც მეც ვიღაცა მომხედოს სიტყვას. აქ ნახეთ რა ენერგიას გვაჩვენებენ. შეიძლება მოხდეს ის მომენტი, რომ თქვენ რაღაცას ელოდებით, ანუ სხვა ქცევა, აი თითქოს როგორი მომენტი მოდის, იცით, აი თქვენი პარტნიორი საუბარი გექნება თქვენ აუცილებლად, იმიტომ რომ რა არის, იცით, რასაც თქვენ მალავდით, აი ეხლა თითქოს გამოამჟღავნებთ. გაიგეთ? და ახლა შეიძლება ზოგს ეს არ მოეწონოს, გაიგეთ? იმიტომ რომ ახლა არის ეგეთი ალბათობა. პლუს კიდე აქ არ არის კიდე ნახეთ როგორი მომენტი. კაი, პარტნიორსაც რო თავი დავანებოთ, ნახეთ როგორი სიტუაცია. თქვენ გამოდიხართ იმ მდგომარეობიდან, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა იყო, ცოტა არ იყოს ისე რა და თქვენ მაგაზე ნერვიულობდით, აქ სიტუაცია შეიცვლება. აქ იქნება სიტუაცია, როცა თქვენ თქვენს ცოდნას გამოაჩენთ, ანუ так, ეხლა გავიჭედე, всё. მოვდივარ უკან. ეხლა იმ დროს შევდივარ რაღაც ნაკადში, ვეღარ გავიკე რა ნაკადში შემიყვანეს, რამის დამეძინოს მე თვითონ, ხო? так, всё დაბრუნდით. თუ იყო, ნახეთ რა ხდება. აქ კიდე ყურუმი, ეს არის ყოველთვის არის რაღაცა ახალი ცოდნა, რაღაცა საიდუმლო, რაღაცა ისეთი აი რასაც უნდა გაიხსნას, ეს არის ინტუიცია. ეს ყველაფერი არის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში აქ არის რა? ადამიანი თუ თქვა დაუშვოთ, იყო ფინანსებში ან რაღაცა პრობლემებში გაჭედილი, გამოდის. ნახეთ, თუ სწავლა გინდოდათ რაღაცას და ფული არ გქონდათ, მინდა რაღაცა, მასწავლებელიც ვნახე, ყველაფერიც ვნახე, უკვე გავესაუბრე, უკვე მინდა, всё. მაგრამ ნერვიულობ, რომ დაუშვოთ, ახლა ფული არ მაქვს, ხო, სიტყვაზე, რომ მაგასთან მივიდე. მოგეცემა და გახდები შენ ეს მოსწავლე, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ისეთი მომენტი, როცა აი თითქოს აი ძალიან თუ მიგინდა აუცილებლად დახმარება მოვა. კიდე ჩემი კოლეგები, ვინც თქვენ ხართ, აუცილებლად თუ თქვენ ახლა ნერვიულობთ იმაზე, რომ თქვათ ან რაღაცა ცოტა მოვიკოჭლები მე და რაღაცა რა ვიცი, ამ სიტუაციაში აუცილებლად აქ წამოვა იმენა ის დიდი სიუხვე, რომელიც თქვა თქვენ ანუ კლიენტებიც მოგივა და ძალიან კარგი ანაზღაურება გექნებათ.
სწავლაზე გითხარით, მე თქვენ ახალი სამსახური კიდე შეიძლება ყურუმი აჩვენებდეს, დაუშვათ ახალი სამსახურს კიდე ნახეთ, სრულიად მოულოდნელად შეიძლება მოვიდეს თქვენთან ძალიან მაგარი დახმარება და გაგეხარდება ძალიან. კიდე თუ შვილისთვის გინდოდათ რამე ფული თქვათ და არ იცოდეთ სად და როგორ გეპოვათ, აი სრულიად მოულოდნელად მოგივათ ეს თანხა და კი ბატონო, თქვენ პრობლემას გაუმკლავდებით. კარგით, მოდით ეხლა ჩვენ ვნახოთ უკვე სფეროების მიხედვით უფრო კარგად გავერკვევით რა ხდება, ხო? მაგრამ აი ძალიან ესეთი ენერგიები, რომ так. რაღაცა ძალიან გაგეხარდებათ, იცით, აი თითქოს გახსნა მიდის. აქ როგორ არის, იცით? ალბათ იყო რაღაც ესეთი პერიოდი დახურული იყო თქვენგან ის, რომ ანუ ეს როგორ არის, ხო იცით? აი დაუშვათ პერიოდი, ხო, დიდი ხანია, თქვათ რაღაცას შენ ახლა, ნუ შემოსავალი არა გაქვს, შენ ნერვიულობ რაღაცა, ხო, არის ზოგჯერ ჩერდება ხოლმე სივრცეში სიტუაცია, თითქოს დააგროვეს და შეამოწმეს ნამდვილად შენ ახლა ემსახურები, თქვათ იმ შენ საქმეს ან შენს არჩევანს, ხო, დაუშვათ რაც შენ აირჩიეთ, თუნდაც სამსახურს რო შევეხო და აუცილებლად გაგახარება, პატარა ბავშვით გაგეხარდება. კარგით, всё. Так, ხო გითხარით, აი სამსახურს რაც ეხება, კი, აქ მაგარი ცვლილებები მიდის, კი. იმით თქვენი ნერვიულობა დამთავრდება. თქვენ თუ იყავით ცოტა დაძაბული და ფიქრობდით, რომ აი როგორ გამოვიდე ამ ნერვიულობიდან, იმიტომ რომ აქ ახლა არის ნუ რაინდი საერთოდ თასები ზოგჯერ აჩვენებს იმასაც, რომ ადამიანი ცოტას ნერვიულობს რა. ნერვიულობაც არის სულიერად რაღაცა წინსვლა მინდა, მაგრამ შეიძლება არ არის დაუშვოთ, ხო? აი გამოდიხართ, იმიტომ რომ აქ იცვლება სიტუაცია. აბა ვნახოთ კიდე სად მიდის რა იცვლება ისეთი ნერვიულობიდან კი, მაგრამ რა ხდება? ანუ აი გეუბნებით, აქ რაღაცას ვიღაცას ქონდა შეიძლება სიტუაცია ნახეთ სამსახურში, ხო? ნუ შეიძლება იყო ცოტა შენელებული, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იყო დრო თქვენთვის, რომ რაღაცა ან სწავლობდით, თქვათ, ან რაღაცა ეძებდით, თქვათ, ან რაღაცა უკმაყოფილება გქონდა იმ სამსახურით დაუშვათ, რომელიც გქონდათ, ხო? აქ შეიძლება მოლაპარაკება, ინტერვიუზე იყავით თქვენ დაუშვათ წასულები, იმიტომ რომ ახალი სამსახური გინდოდათ და ახლა ნერვიულობდით რა აქა, რომ აი შეიძლება დაუშვათ ნერვიულობ, რომ ან კიდევაც ხო გითხარით, შეიძლება სამსახური თქვათ დაკარგვა, ანუ შენ ნერვიულობ ძალიან, მაგრამ პრინციპში აქ მე შემიძლია გითხრათ, სიტუაცია კარგად უნდა გაერკვას რა. აი ვისაც პარტნიორთან გეკნებათ ცოტა უსიამოვნება, აქ გევნახავ კიდე. რო თქვათ ახლა თქვენ ნუ არ აკეთებს იმას, რაც უნდა. რაც გინდა თქვენ, ხო? და ამაზე ნერვიულობ თქვენ. აქ შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია მართლა შეიცვლება სრულიად მოულოდნელად, შეიძლება მოხდეს ეს ცვლილებები. так, სამსახურს უმბრუნდები საქმეს. აი აქ როგორც გითხარით, აქ იმიტომ გადავედე აქეთკენ, იმიტომ რომ ნამდვილად იყო ეთყობა სიტუაცია, რომ რა სიტუაცია იცვლება მეთქი. აი ზუსტად თქვენ შეიძლება ბევრს მუშაობდი, მაგრამ შედეგებს ვერ ვხედავდი, შედეგი მინდა, ხო? აი თითქოს გაღვიძება, ანუ ის რასაც თქვენ აკეთებდით, ხო, მოიტანს თავის შედეგებს. სიტუაცია როგორიც იყო, უკვე აღარ იქნება, არა, გაგეხარდება ძალიან თქვენ აი აქ პირიქით ხო გითხარით, კი ბატონო. გამოდიხართ, ანუ შემიძლია გითხრათ, ბევრი სამუშაო გექნებათ, ვიღაცასთან ძალიან ბევრი მოვა კლიენტებიც, ან თუ ნუ ადამიანები, ვისაც თქვენ საჭირო ხართ, კი. და აუცილებლად კარგად უნდა იყოთ, იმიტომ რომ ვინც ასწავლის თქვენთან მოსწავლეები, მოვლენ ახალი მოსწავლეები, აუცილებლად და ანუ აქ ძალიან დიდი საჭიროება იქნება თქვენი ძალიან ვინც ხართ დამხმარე პროფესიების, ხო, თქვათ ახლა ფსიქოლოგები, თქვათ ნუ ექიმებიც, გინდაც ახლა
ეზოტერიკები და აროლოგი, ნუმეროლოგები, რა ვიცი, ყველა ესეთები აუცილებლად არის აქ რაღაცა სიტუაცია იცვლება, ანუ ეხლა რაღაც ესეთი პერიოდი, რომ უფრო მეტად დასჭირდებით რა ხალხს და ვინც კიდე ხო გითხარით აპირებს სწავლას, თქვენ რაღაცას გადალახავთ აქ, ფულიც მოგივათ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს სირთულეები დასრულდება და თქვენ ნახავთ და დაასრულებთ ამ სწავლას რა, აი თქვათ, ხო შეიძლება რომ თქვათ მინდა გადავასრულო, მაგრამ არა მაქვს შესაძლებლობები, აუცილებლად გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ მინდა დავასრულო ეს სწავლა, ან დაბრუნება შეიძლება იყოს, თქვათ, ნუ სწავლობდეთ სხვადასხვა უმაღლესში, მე რო თქვათ, აიღეთ რაღაცა შესვენება, მუშაობდით, თქვათ, რაღაც სამსახურის გამო და ასე შემდეგ, მაგრამ სიტუაცია შეიცვლება, თქვენ ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ არა, ჯერ უმაღლესი უნდა დავამთავრო. აქ ეგეთი რამე. კიდე თუ ვინმე გოგოებო თქვენ მუშაობ სადღაც ოჯახებში და რატომღაც თქვათ, ნუ ეხლა უცხოეთში ხართ, ხო? სადაც მუშაობდით, ბევრი მუშაობა ცოტა ანაზღაურება და ეს სიტუაციაც დამთავრდება. თქვენ აქ დაასრულებთ ან ოჯახში თვითონ შეაფასებთ უფრო მეტად თქვენს შრომას, ან მოგეხმარებათ ვიღაცა, რომ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანებენ და შეიძლება სხვა ოჯახშიც დაიწყოთ მუშაობა დაუშვათ. ან ელოდებოდეთ შეიძლება თქვა დიდი ხანია და ეს ლოდინის პერიოდი დასრულდება და რაღაცა კარგი წინადადება იქნება, რომელიც თქვენ გაგახარებთ, აი, გაგეხარდებათ ძალიან. და ფინანსები. ნუ ფინანსურად მე შემიძლია ძალიან გაგეხარდებათ თქვენ, ძალიან გაგეხარდებათ. აქ ვიღაცას ექნება, აქ ხო გეუბნეთ, ან ახალი სამსახური, ან ახალი შემოსავალი, ანუ ან ორი წყარო იქნება. მაგრამ ყველა ვარიანტში თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით. თქვენი ყველა სურვილი სასრულება აქ იქნება, ანუ რაც გჭირდებათ კი. აქ ხო გეუბნეთ, თითქოს ისეთი შეგრძნება, რომ ანუ თქვენ გოგოები, ვინც მუშაობთ ონლაინ, ხო? ვინც უცხოეთიც აქ არის, იმიტომ რომ სამყარო, ხო? შეიძლება რაღაც თქვათ ელოდებით თქვენ გზავნილებს საზღვარგარეთიდან, კი ბატონო, აი თქვათ, ნუ იყო რაღაცა შეჩერებული სიტუაცია, შეიძლება ნერვიულობდით, მაგრამ არა, აქ წამოვა ახალი გამოგიგზავნიან, რასაც ელოდებოდეთ. კი, გამოგიგზავნიან აუცილებლად. ანუ თქვენ მოერევით რაღაცა სიტუაციას, რომელიც იყო ძალიან ისეთი მტკივნეული. ნუ აქ ხო გეუბნები, აქაც ეგრევე გვაჩვენეს, რომ თითქოს გამოსვლა. თქვენ აქ ნახეთ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება იყო პენტაკლების დედოფალი, ხო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაუშვათ ახლა, ნუ სირთულეები არის თქვათ ახლა ზოგჯერ ფინანსური, ხო? მაგრამ აქ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყველა ყოფილიყო კმაყოფილი. პირველ რიგში თვითონ თავის თავი, თუ თქვათ თქვენ პასუხს აგებთ ყველაფერზე, რაც ხდება, გინდა თქვენ ოჯახში, გინდა შეიძლება თქვენს თავზე გაქვთ თქვენ აღებული პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად მაინც თქვენ ცდილობდეთ, ბრძოლობდეთ იმისთვის, რომ ნუ რაც მე მჭირდება, მაინც ნუ მქონდეს რა, ახლა რო გითხრათ თქვენ ახლა აქ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყავით, მაგას ვერ ვეთქვი. და აი აქ უბრალოდ რაღაცა ახალი ეტაპიც არის, რომ რაღაცა ვისწავლე, შეიძლება даже რაღაცა ისწავლეთ თქვენ ამ სიტუაციიდან და უფრო სხვანაირად შეიძლება даже მიდგომა გექნება თუნდაც ფულის საქმე, ხო? აქაც გვაჩვენებენ, რომ კი ბრძოლობდი, მაგრამ ანუ ნახეთ ნერვიულობდი, მაგრამ ვფიქრობდი იქნება, არ იქნება. მაგრამ ეს სიტუაცია დასრულდება. აქ თითქოს თქვენ გოგოებო, აქ ნახეთ როგორი მომენტი არის, ვისაც დაუშვათ დაკარგეთ თანხები, დაბრუნება იქნება, აი მოპარულის დაბრუნება, რაც მოგპარა ვიღაცამ, ეს მოპარული ახლა რა, თუ არ გადაგიხადეს, თქვათ, ხო, თუ დაგიგვიანეს, ხო, ან ვიღაცამ თქვათ, ნუ ასესხეთ და არ ჩაგასესხა უკან, ხო? აქ დაბრუნება იქნება ძველი ფულის, რაღაცა ახალი, ნუ ხერხით ასე რომ ვთქვათ, კიდე ფულიზე. ნუ აი აქ ეგრევე მეუბნებიან, რომ всё, რაღაცა პერიოდი მორჩა აქ,
აქ იყო სიტუაცია, როცა ნამდვილად, აი აქაც არის, სად არის? აგერ. ხო ბრძოლობდი, ხო ცდილობდი შენ რაღაცას, ხო? შენ აი ყველა ვარიანტში უკვე შენთან მოდის ეს ფინანსური თემა, მოდის, წამოვა ნამდვილად. აი აქ იცით როგორი მომენტი ხარ, რომ ხო ვაკეთებ ახლა ყოველ კვირას ამ გაშლას და თითქოს ჩვენ რაღაც არ მახსოვს რომ ერთ კვირას იყო, რომ თქვით, რომ ადამიანი გადადეს ახალ ეტაპზე, თქვა, ახალი სამსახური დავიმატე კიდე. თქვა, ერთი მქონდა, ახლა მეორე. რატო? იმიტომ რომ უფრო მეტი შემოსავალი მინდა. ან ვფიქრობ, რომ რა შევცვალო, დაუშვათ სამსახური, როგორ შევცვალო, რომ თქვათ, ისეთი სამსახური მინდა, რომ უფრო მეტი შემოსავალი იყოს. ან რა გავაკეთო ისეთი, თქვათ, დაუშვათ, გაქვთ თქვენი ბიზნესი ან თქვენი პროექტი, რა კიდე შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მეც კარგად ვიყო და თქვათ, სხვები და ასე შემდეგ. და როცა შენ უცხადებ ხა სამყაროს ასეთ შეყვეთას აძლევ, ასე რომ თქვათ, რა თქმა უნდა, იქაც ხო რაღაცა უნდა შეიცვალოს და სანამ ცვლილებები მიდის, იქ ну ეს ასე მუშაობს, რა არის კანონები ასეთი და სამყაროს რა თქმა უნდა, მე მიდის რა ახლა გამოწმები, ნამდვილად მზად ხარ, ნამდვილად შენ ეს ნაბიჯი გააკეთე, აი მაგალითად ახლა აქ თუ სწავლა გინდა და ნამდვილად შენ გადაწყვეტილება მიიღე. თუ შენ მყარ გადაწყვეტილებას ამბობ, აუცილებლად შენ მოგცემენ იმ შესაძლებლობას და ფულსაც და ყველაფერს და საშუალებას დააკვირდეთ, რაც უფრო ძალიან გინდათ და ნამდვილად გულით სულით და ეჭვიც არ გეპარებათ იმაში, რომ აუცილებლად მე ამას მივიღებ და ის იქნება, იმიტომ რომ მე მეკუთვნის, მე აქ მოვედი ბედნიერებისთვის და ყველაფერი საუკეთესო მეკუთვნის, დიახ, მე არა ვარ არ დავკმაყოფილდები, თქვათ, იმ რაღაცა მცირეს. და აუცილებლად თქვენ მოგცემთ სამყარო. აქ რაც არის, ხო ხედავთ? ანუ გვაჩვენებენ, რომ კი, შენ ძალიან ბევრი იბრძოლე, ეს შენი ეს ცუდი რაღაცები, ხო, შენი ნერვიულობა ყველაფერი წავა და იწვება და იმიტომ რომ ფული შემოვა. აი ხო გეუბნებით, ან თქვენ ახალ სამსახურს ნახავთ და ეს სამსახური მოგიტანთ, ხო? ან დაუშვათ ახლა შეიძლება თქვენ თვითონ რაღაცა დატოვებთ ნერვიულობას ყველანაირად, აი აღარ მინდა რა, ანუ შეცვლით თქვენ ემდრო ხმალები ყოველთვის ჩვენი გონებაში უნდა შევცვალო, თავში უნდა შევცვალო მიდგომა და აუცილებლად წამოვა განახლებული ნაკადი. და ტუზე ეს არის ყოველთვის ძალიან დიდი თანხები. კი, აქ თქვენ საგვარეულოც გეხმარებათ. ნახეთ ახლა აქ როგორი ლამაზი არის რვიანი გვერთხების, არასოდეს არ მინახია სხვათა შორის ეგეთი თითქოს აი გავს მე-20 არკანს რაღაც რომელიღაც დასტაში. წინსვლა ნახეთ თქვენსკენ არის მაღალი ძალები თქვენსკენ არიან, ნახეთ. შეგისმინეს შენ, იმიტომ რომ აი აქ ადამიანს ახლა ნახეთ კიდე რას გვეუბნებიან, რომ ანუ რაღაცა სუფთა საქმისთვის გჭირდება. აი აქ არა გვაქვს ეს მომენტი, რომ თქვა რაღაცა ცუდი შენს გინდა და აი თითქოს დალოცვილი ხარ, რა ვიცი რა ეს დიდი მადლობა მაკა, აი ჩემოსწავლე მაჩუკა ეს დასტა ძალიან მომწონს, ხო? აი გულის ტკენიდან გამოდიხართ, გაიგეთ, თუ ნერვიულობა გქონდათ რაღაცა აი იმედგაცრუება, ამდენს ვაკეთებ, ამდენს შრომობ, ამდენს ვწვალობ, ეს წვალობ მოაგდეთ ლექსიკონიდან, მაგრამ ეს მიდის თითქოს, გაიგეთ, მიდის ეს თქვენი ცხოვრებიდან ნამდვილად, ხო? ეს ბლოკები, რაღაცები, რომ აი არ გქონდა თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კი, გამოხვედით ამ მდგომარეობიდან, კი ბატონო. გამოხვედეთ, გამარჯვებული გამოხვედით, კი. აქ გამარჯვება სრული. სრული გამარჯვება, კი. და სრულდა ეს თქვენი აქ რაღაცაში უკვე შეიცვალა, ასე ვთქვათ, სივრცეში, ხო? ну ნახოთ ახლა ურთიერთობაში. მაგაც ხრიანი არის თასების, ნახეთ, მე რა საინტერესო არის. გოგოებო, ჩემლამაზებო, შეიძლება აქ არჩევანის წინ დადგებით როგორ?
აქ არ გამოვრიცხავ, რომ თქვენთან ეხლა იქნება გოგოები ბიჭებოც რა. შემოსევა იქნება სხვადასხვა ადამიანების რა, ასე ვთქვათ, ეხლა გოგოებთან ბიჭების, ბიჭებთან გოგოების შეიძლება, ხო? ანუ წამოვა რაღაცა ისეთი ნაკადი, რომ თქვენ დაჟე შეიძლება იფიქრეთ, რომ ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბა, რა თმინდა. რა თმინდა, ამდენი საიდან მოდიხარ. აი ეგეთი რაღაცა. მაგრამ თქვენ ახლა აქ როგორ ხართ, იცით? გაგეხარდებათ, მაგრამ რატომღაც მე ვფიქრობ, რომ გაუშვებთ ყველას. ანუ რაღაც ესეთი მომენტი მოჩეს. კიდე, ნახეთ, თუ დაუშვათ ერთი წამი. ხო? აქ ახალი რაღაცა ხო გეუბნებით, რაღაც ახალი ენერგიები. მაგრამ არ უშვებთ თქვენამდე, გაიგეთ? რატო არ უშვებს? იმიტომ რომ უყვარს ვიღაცა თავისი კაცი. აჰა. იცავთ, ხო? აქ იცავს ვიღაცა. ნუ აქ როგორი მომენტი არის, ნახეთ, იცავთ, თქვენ გიყვართ ვიღაცა ადამიანი და ამიტომ აქ იქნება, აი დამერწმუნეთ, აქ იქნება რაღაცა შემოსევა, მაგრამ აი ნახეთ, აქ დაგაჯილდოებენ, ხო, რაღაც თქვათ, ნუ წამოვა ახალი ნაცნობობა, ხო, ვიღაცები თქვათ, თქვენთან დაგიკაკუნებენ, მაგრამ თქვენ მაინც ვერ უშვებთ ჯერ თქვენს პარტნიორს. რაღაცა თქვენ ძველ პარტნიორს. გოგოებო, აქ იცით როგორ, აი პატარა პროცენტს შეიძლება გქონდეს ის მომენტი, რომ აი ძალიან პატარას, რომ ახალი ვიღაცა. უფრო როგორ არის, იცით, თითქოს თქვენს პარტნიორში დაინახავთ იმას, რასაც კაი ხანი ვერ ხედავდით. იცით? ანუ არჩევანია ეს, ყველა ვარიანტში არის არჩევანი, ხო, 7-იანი თასების, ხო? ანუ კარგისგან კარგი უნდა ავირჩიო, ხო, მაგრამ აქ თითქოს როგორ მომენტი არის, იცით, რომ არ იღებთ ამ ახალს, იცით, რომ კი გეძლევათ, მაგრამ ჯერ არ იღებ. იმიტომ რომ აქ ადამიანი ყავთ, რომელიც თქვენ გიყვართ, სხვა არ მინდა და რაღაცას შეიძლება დაინახავთ ამ ადამიანშიც ცვლილებას. კი. კი. ძალიან საინტერესო სიტუაცია. და მე როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი ერთი წუთი. კარგი, შემოლამაზებო. აჰა. ესე იგი გეტყვით ახლა მე თქვენ. ერთი წუთით. დაგესაგეთ, მოდი ახლა. всё, გასაგებია. აჰა. აქ ადამიანი ერჩევს თავის თავს. რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს, რამ აი თუ დაუშვათ, აი აქ ადამიანმა რაღაცა დააშავა და ნერვები მოგიშალა თქვენმა პარტნიორმა, აქ ვიღაცასთან ყოფილი მოვა. აუცილებლად. აი გეუბნებით მე თქვენ, რომ თქვენს თავს იმდენად უკვე აფასებთ, აი აქ всё მორჩა, აქ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებთ იმას უკან. არა. და აქ ადამიანი გამოდის, იცით როგორი თემა, როგორც არ უნდა გეხვეწოს, როგორც არ უნდა გითხრას, რანაირადაც არ უნდა. არა, თქვენ არა. არა, აქ არის ალბათობა, რომ ვიღაცა შეიძლება მაგათ დაბრუნდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც თქვა თქვენ უკვე გაუშვით, მაგრამ ის მერე შეგეხვეწებათ, რომ დამიბრუნდი და რაღაცა ეგეთი დებილობები და ამ თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ რა ეს რამე.
აღარ მიიღებ და აქ ადამიანი ირჩევს თავის თავს. აი ყოფილის შემთხვევაში ვაფშე ყველა ვარიანტში თქვენ ამბობთ უარს. ამბობთ უარს, არა, იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ უკვე ცივი გონებით ახალში. და იმასში აი მე მირჩევ ჩემ თავს, მე მინდა კომფორტი, მე სირთულეები აღარ მჭირდება, მორჩა. გავძლიერდი, всё, ვისწავლე, მეჭკუა და არავის არ ვიქნები დამოკიდებული. მე ვარ იმპერატრიცა, всё, მე მინდა სიუხვე, მე მინდა სტაბილურობა, მე მინდა კარგი ცხოვრება. всё, აი ეს არის. არ ვიცი, ჩემო სიხარულებო, რაღაც საინტერესო გაშლა, ხო? გელოდებით კომენტარებში, ვისაც გერეზონირდებათ. მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.